ის ყველაფერი, რაც თუნდაც მათ შორის აი ამ რეზოლუციაშია მოხვედრილი და რაც არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნითაც ძალიან მძიმე ფასი უჯდება საქართველოს მოქალაქეებსაც და პოლიტიკოსებსაც. დისიდენტურ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება პრაქტიკულად ასე უწევს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოებასაც. მზად ხართ ამისთვის? პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, იმიტომ რომ თითო არა ერთი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლის გარდა თქვენ ვერ დამისახელებთ წარმომადგენელს პოლიტიკური პარტიისა, რომელმაც მიატოვა ბრძოლა და არავინ არ აპირებს ამის მიტოვებას. მიუხედავად აკრძალვებისა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად აკრძალული არ არიან ის პოლიტიკური ლიდერები, ვინც ახლა ციხეში იმყოფებიან, ხო? უსამართლოდ ისინი იმყოფებიან ციხეში, პოლიტიკურ პარტიებს შეზღუდული აქვს საქმიანობა, ართანამშრომლობის და არაღიარების პროცესში ვიმყოფებით, სამოქალაქო აქტივისტებს ყოველდღიურად უმკაცრებენ კანონმდებლობა და რეგულაციას, რომელიც რაც შეიძლება მეტად რეპრესიული და მკაცრი იყოს. ამ პირობებში ფაქტობრივად ჩვენ გვიწევს სამი დასაყრდენი აქვს ქართულ ოცნებას და ჩვენი დასაყრდენი არის თავისუფალი სიტყვა და მედია და თქვენს ძალიან დიდი გამოწვევა გელოდებათ. ახლა კიდევ უფრო მაღალ მასშტაბზე გადავიდნენ განათლების სისტემის ეგრეთ წოდებული რეფორმა, თორე ჩვენ ვიცით რომ ეს რეფორმა არ არის. ეს არის იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რათა ჩვენმა მომავალმა თაობებმა ვერ შეძლონ ქრისტიანული ევროპული ცივილიზაციური განათლების მიღება. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების პრინციპებს არ ეზიარონ და თანამედროვე ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელ საჭიროებებს არ ეზიარონ და ჩვენ ვიცით რისთვის კეთება ეს რეფორმა, ხო? კი, და თან ხედავენ განათლებული ახალგაზრდობა, სტუდენტობას რა ძალა აქვს, ხო? რა თქმა უნდა და ზოგადად ჩვენი ასე ვთქვათ მთავარი დასაყრდენი ეს არის განათლება იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ გვაქვს ის ბუნებრივი რესურსები, რითაც შეიძლება სხვა ქვეყნები ჩვენ სამეზობლოში ან რეგიონში თავს იწონებდეს და მას ჰქონდეს პოლიტიკური მნიშვნელობა, ჩვენ გვაქვს ორი დასაყრდენი. ეს არის ჩვენი დემოკრატია, რომელიც აუცილებლად უნდა ავაშენოთ ამ ქვეყანაში, როცა ამ რეჟიმს ჩამოვშლით ბოლომდე და მეორე ეს არის განათლებული ახალგაზრდები და განათლებული საზოგადოება, რომელიც შექმნის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს. და ამ პრინციპების დაცვისთვის ყველა პოლიტიკოსი, მე ვისთანაც მაქვს კონტაქტი, მიუხედავად იმისა, აკრძალავენ პარტიებს, აკრძალავენ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვიბრძოლეთ ბოლომდე გამარჯვებამდე. გამორიცხულია, რომ ქართულ ოცნებას ამ ბოლშევიკურ ძალას თუ ვინმე ასაკრძალია, ეს ძალა ასაკრძალი, ვინაიდან მათ არაფერი აქვს ქართული და ქართველობასთან დაკავშირებული. მათ არაფერი აქვს ცივილიზაციასთან, ქრისტიანობასთან, ევროპულობასთან, თანამედროვეობასთან. ესენი არიან ბოლშევიკები, ან ბოლშევიკები, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველაფერი თანამედროვე, რაც ქონდა ამ ქვეყანას გაანადგურონ. მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება იყოს განათლების სისტემის ძირითადი პრინციპები, რომელიც იყო ეროვნული გამოცდებიდან დაწყებული, დასრულებული იმით, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მარტივად შეეძლოთ ევროპაში, ამერიკაში მიეღო განათლება. ამის მოწყობაც უნდათ მათ, რასაც საბოლოო ჯამში ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ პირველ რიგში თუ ვინმე ჩამოიშლება და თუ ვინმე განადგურდება, ეს იქნება ქართული ოცნება, რომელსაც აერთიანებს მხოლოდ ორი რამ. ერთი რუსეთი და მეორე ბიძინა ივანიშვილის ფული. ამ ორზე არიან დაყრდნობილები, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რუსეთის გავლენაც, ფულიც მნიშვნელოვანი აქტორია, მაგრამ ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო ადამიანები, რომლებიც არიან ციხეში, პოლიტპატიმრები და დღეს შეემატა, მათ შორის მარიამ მეხანწიშვილი, ძალიან პატრიოტი და მარიამ მეხანწიშვილი დასაჯეს იმისათვის, რომ მან ეუთოს თავმჯდომარეს. კი, აი ეს უნდა მეკითხა სწორედ, რომ აი წინა დღეს ის ესაუბრებოდა ეუთოს თავმჯდომარეს, რომელსაც შემდეგ უკანონო აქციაზე მისული ეძახეს, ცრუ განცხადებების გამომრჩეველი და 5,000 ლარიანი ჯარიმა მიაყოლეს მერე ბოლოს და თან ამბობდა სხვათა შორის მარიამის ადვოკატი, რომ 4 ოქტომბერს იქ ათონელზე საერთოდ არ ყოფილა მარიამი. მე მათ შორის ვიცი მარიამის განწყობები, ჩვენ აქციაზეც სხვა დროს გვისაუბრია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ახლა ამას აღარ შევეხები, ამიტომ დიდი ალბათობით ის იქ არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მაქვს მეც მისი სამეგობროსგან, ეს ერთი და მეორე საკითხი, მარიამ მეხანწიშვილი დასაჯეს იმისათვის, რომ მან ესაუბრა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის თავმჯდომარეს და ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აუხსნა ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ვარ დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, მაგრამ აუხსნა ის კონტექსტი და ამის გამო ქართულ ოცნებამ გადაწყვიტა, რომ დაესაჯა ეს ადამიანი. საბოლოო ჯამში ქართული ოცნება არის რეაქციული ძალა. წინააღმდეგობას
უპირისპირებს ძალას და რეპრესიებს. სხვა არაფერზე აღარ დგას ეს ხელისუფლებად წოდებული, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლებად 26 ოქტომბერს წინა წლის და ახლა გვექნება ჩვენ კიდევ ერთი აქცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ვიყოთ ამ აქციაზე, რომ ამ რეჟიმს დავანახოთ, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. კიდევ ერთხელ გამოვიმეორებ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. გამორიცხული არავინ აპირებს გაქცევას, არავის ეშინია ციხეების, არავის ეშინია ბრძოლის საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ უკვე კაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ვებრძვით ბოლშევიკურ რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს სურვილი ყველაფერი ეროვნული, ქართული, დასავლური გაანადგუროს და ისევ დააბრუნოს. აი ნახეთ ხო თურმე ესე გორის საჯარო სკოლის მასწავლებლები გადამზადებაზე წასულან პეტერბურგში, ხო? ეს უკვე ცხადია საითკენ მივდივართ. ბატონო, რა საკურველია და ეს ყველაფერი, ყველა ახალი ინიციატივა თუ ეგრეთ წოდებული რეფორმით შეფუთული ყველა ახალი გეგმა ემსახურება იმას, რომ საზღვარგარეთ, ანუ ევროპაში, დასავლეთში კი ვეღარ ისწავლოს მომავალმა თაობამ პეტერბურგში და მოსკოვის უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა, მაგრამ არა მათმა ოჯახის წევრებმა. სავარაუდოდ ამას ხო საკუთარი ოჯახის წევრებისთვის სულ სხვა სურვილები აქვთ და სულ სხვა გეგმები აქვთ ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის არ ემეტება. თენგო, ჩვენ ვიცით კარგად და უკვე საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდმა ნაწილმა კარგად გაიგო რა სურს ბიძინა ივანიშვილს, რა ტიპის მოწყობა უნდა ამ ქვეყანაში და მისი აი ამ ბერკეტებით ფული იქნება ეს ძალაუფლება თუ ამ ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით ის ამისკენ, ამ გზისკენ და ამ კულმინაციისკენ ეტაპობრივად მიდის. მიიღეს ასევე კანონი და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ისიც, რომ უკვე დღეიდან ძალაშია ის აკრძალვები, რომელიც რუსთაველის გამზირისთვის არის მიღებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მოქალაქეს ეხება, იმიტომ რომ ვერავინ გარეთ ვეღარ გამოვა და პროტესტს უბრალოდ ვეღარ გამოხატავს, ხო? რა უნდა იცოდეს ამის შესახებ ჩვენმა მოქალაქეებმა და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საღამოს ბევრი ადამიანი რუსთაველს. პირველ რიგში დავიწყებ იმით, თუ რატო გადაწყვიტა ქართულ ოცნებამ ამ კანონების მიღება. იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის აქამდე არც ისე მსუბუქი, ძალიან მკაცრი, ჩვენ ვიცით, ხო? მანამდეც გაამკაცრა პატიმრობის დაშვება, მაღალი ჯარიმები, ფაქტურად მისი აღსრულება ვერ მოხდა. ანუ ქართულ ოცნებას საზოგადოებაში, განსაკუთრებით საპროტესტო საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვს. შეიძლება ადამიანი იყო პროტესტზე, მაგრამ ხელისუფლებას როგორც ძალაუფლების მნიშვნელოვან აქტორს აღიარებდა. გასაგებია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რაც დაკარგულია ახლა, ხო? იმიტომ რომ არჩევნები არ გვაქვს სამართლიანი, მაგრამ აღიარებდა, რომ ის სუბიექტები, ვინც ახლა თავს ხელისუფლება წარმოადგენენ, ისინი არიან ხელისუფალი, მაგრამ საზოგადოება ამას არ აღიარებს, არ ემორჩილებოდა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, არ ამორჩილებდა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და მეორე მხრივ ვერ აღასრულებდა ამ არაკანონიერ კანონებს, ასე ვთქვა და ხელისუფლება და კიდევ ერთხელ განმეორდები, კანონის მიზანი, მიღების მიზანი ადამიანის დასჯა არ უნდა იყოს, წესრიგის დაცვა და საზოგადოების ინტერესების დაცვა უნდა იყოს, რასაც ეს კანონები ვერ უზრუნველყოს. პირიქით, როგორ შეიძლება ადამიანები დააკავოს ქუჩის გადაკეტვის გამო, ამიტომ დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, ეს იქნება ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, ეს იქნება პოლიტპატიმრების მიმართ სოლიდარობა, მათი ოჯახების მიმართ სოლიდარობა და თავარი, რაც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა. ამიტომ დღეს უნდა ვიყოთ იმდენი, რომ საკითხი არ დადგეს, გადაიკეტება თუ არა ქუჩა. დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და მე ამის მჯერა, რომ ვიქნებით ბევრი, ვინაიდან ყოველი დღეს, რომელსაც ქართული ოცნებისთვის არის პრობლემა და ხედავთ, მარტო პროტესტზე საუბრობს რეჟიმის წარმომადგენელი და ივანიშვილის პირადი პრემიერ-მინისტრი, მარტო პროტესტზე საუბრობს და ეს საწუხებს მას პროტესტი და არ აღიარება. ეს ორი საკითხი და ეს ორი საკითხი უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და მე ვარ დარწმუნებული, რომ დღეს 7 საათიდან 8 საათიდან ვიქნებით ძალიან ბევრი და ბევრი ვიქნებით ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კითხვის ნიშანი არ დადგება, გადაიკეტება თუ არა რუსთაველი და კითხვის ნიშანი არ დადგება იმასთან დაკავშირებით, შევინარჩუნებთ თუ არა თავისუფლების კერას, რასაც რუსთაველი ქვია. კი ბატონო და რუსთაველის პროტესტი ქვია. კი ბატონო, ნამდვილად და რუსთაველის პროტესტზე როცა ვსაუბრობთ, დღეს თქვენ თქვით უკვე რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის იქ ყოფნა, მაგრამ ალბათ მომდევნო დღეების განმავლობაშიც ეს იქნება უკვე დღეიდან მოყოლებული, დღეს საღამიდან მოყოლებული, ყოველ დღე იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით აქამდე რუსთაველის პროტესტზე, ეს ხელისუფლება იყო, ვინც ითვლიდა ხოლმე თავებს, რამდენი ადამიანი გამოდიოდა, მაგრამ ახლა უკვე მართლაც ასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კერის შენარჩუნებისთვისაც, ხო? აი წარმოიდგინეთ, მარტივი შეკითხვაა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მარტივი და შეიძლება რიტორიკურიც იყოს, მაგრამ საზოგადოებისთან მაქვს ეს შეკითხვა. აი ქართული ოცნება ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იქ არის 50 ადამიანი, გუშინ მას ესეთ. აი 50 ადამიანი რო იდგეს, რა პრობლემა აქვს ქართული ოცნების პოლიციურ რეჟიმს, რომ ეს 50 ადამიანი ან
დააშალოს ან დააპატიმროს იქვე. მაგრამ მათ ჩვენად იციან, რომ ამ 1000-ობით ან ასეულობით ადამიანის უკან 10000-ობით ადამიანი დგას და ეს ზუსტად დამტკიცა აგვისტოში და სექტემბერში, როდესაც ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა მრავალათასიანი ან 10000-ობით ადამიანის მონაწილეობით აქციები და შვენივრად იციან, რომ მათ ისინი ვერ ეკარებიან რუსთაველს, ვინაიდან რუსთაველის პროტესტი მათ წვავს, პოლიტიკურად წვავს მათ, ფიზიკურად წვავს მათ და აქედან გამომდინარე მათ არ აქვთ ამის შანსი ახლა გადაწყვეტეს რეპრესიების ბოლო ასე ვთქვათ შესაძლებლობა გამოიყენოს. პატიმრობს იქით რაღაც დარჩათ, ხო? გასაგებია რომ მათ წინაპრებს შეეძლოთ ჩვენი წინაპრების გადასახლება და ასე შემდეგ და ახლა ეს საჭიროება და შესაძლებლობა აღარ დგას, იმიტომ რომ დაიშალა მათი სასურველი კავშირი, რასაც საბჭოთა კავშირი ქვია. ეხლა პატიმრებით სავს ეყავთ პოლიტპატიმრებით ციხეები და კიდევ აპირებენ რომ გაზარდონ როგორც ჩანს, მაგრამ არავის ეშინია ამით. ახლა საქართველოსდან გასვლას უგზალავენ საქართველოს მოქალაქეებს და ნაწილს ალბათ შემოსვლას აუგზალავენ. ამ რეალობაში ვართ, მაგრამ საპროტესტო საზოგადოებას არ ემჩნევა ის, რომ ის არის შეშინებული პირიქით. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული, არის ამაყი და იცის, რომ მისთვის არის უნიშნელოვანესი ბრძოლა და ის ძალიან მარტივია. უნდა ატარო ის ჯვარი, რასაც სახელმწიფოსთვის მოღვაწეობა ქვია და სახელმწიფოსთვის ბრძოლა ქვია, საკუთარი მომავლისთვის ბრძოლა ქვია და ამას ასრულებს ქართული საზოგადოება და პირველი ასრულებს ამას ქართული საზოგადოება. ასევე ძალიან ამაყად თავაწეული ასრულებს ქართული მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ის არასამთავრობო ორგანიზაციები მედიასთან ერთად, რომელიც არ ემორჩილებიან იმ რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკური პარტიები. ბევრჯერ მომისმენია ამ დღეების განმავლობაში, რომ თითქოს რაღაცა პოლიტიკური პარტიების რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა არის დიდი, მაგრამ პოლიტიკური პარტიების ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა არის ციხეში და ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც სახლიდან გამოდის, შეიძლება იცოდეს, რომ ის ვერ დაბრუნდება ოჯახში, იმიტომ რომ ან დააკავებენ, ან დახვდებიან და ასე შემდეგ. ამიტომ ის ენერგია, რაც ენერგია და ის ჯგუფები, რომელიც ჩამოთვალე, არიან ეხლა ფრონტის ხაზზე. ფრონტის ხაზზე, რა თქმა უნდა, არაპირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ფრონტის ხაზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის დასაცავად. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. გამორიცხულია ბოლშევიკები საქართველოში დაბრუნდნენ და შეინარჩუნონ ძალაუფლება. დიდი მადლობა თენგო თევზაძე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი.